მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღის ეს რიგი დარიგებულია. დავამტკიცოთ თქვენის ნებართვით თუ შენიშვნები არ აქვს. პირველი საკითხი. საქართველოს პარლამენტის წევრების ჩამონათვალი გვაქვს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ და თანმხლები კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი ნინო წილოსანი. მესამე მოსმენა. მოგესალმებით კოლეგებო, ერთობლივი ინიციირებით და დაჩქარებული წესით უკვე მესამე მოსმენაზე გაგვაქვს დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება და თანმდევი კანონებში ცვლილებები. ამჟამად მესამე მოსმენისთვის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია განხორციელებული, რომელიც დარიგებული გაქვთ და თუ არის რედაქციული ხასიათის შენიშვნები ან კითხვები, ძალიან ვარ პასუხი გავცემ. მადლობთ, რედაქციული შენიშვნები ხომ არ გაგვაჩნია? კარგით. მაშინ მხარი დავუჭიროთ. მადლობა. მადლობთ. მეორე საკითხი. საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი ალადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, თორნიკე ბერეკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენა მუხლობრივი განხილვა გვაქვს. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი აკაკი ალადაშვილი. გთხოვთ ბატონო. ბატონო, თუ გსურთ რომ მოკლედ შეახსენოთ საზოგადოებას, თუ არა და გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე, როგორც გენებოთ. ბატონო, გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე. მით უმეტეს რომ გუშინ იყო ამის განხილვა და ყველასთვის გასაგები. კი ბატონო. მუხლი პირველი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. არ არის ცვლილება, იგივე რედაქციით. მუხლი მეორე ამოქმედების. ასევე ანალოგიურად არ არის ცვლილება. კი ბატონო, მაშინ ხარი დაუჭიროთ კანონპროექტს, ხო? და თანმდევი კანონი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების ეს ის არის, ხო? კი ბატონო. მაშინ ამოწურული არის. დიდი მადლობა. მესამე საკითხი. საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჭავარიანი. გთხოვთ ბატონო. ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასე კოლეგებო, დამსწრე საზოგადოებო, ცვლილებები არ განხორციელებულა. კარგი, ჩვენ მაინც კანონის მიხედვით მივყვეთ. მუხლი პირველი. უცვლელად შევა. მუხლი მეორე. ასევე უცვლელად შევა. კი ბატონო, იცით ყველამ რომ ეს ძალიან მარტივი საკითხი იყო. უბრალოდ პროცენტი გაიზარდა და დაუჭიროთ ხარი მე მგონი. მადლობა. მადლობთ ბატონო. კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ 13 მაისს ახალი რეგლამენტი, რომელიც ამოქმედება 1 ივლისიდან, ამიტომ რეგლამენტშიც არის ჩვენ დებულებაშიც არის ცვლილებების შესატანი. იმ რეგლამენტიდან გამომდინარე. შეგვიძლია დარიგებულია, გადმოგზავნილია თქვენთან, ალბათ გაეცანით თუ ვინმე არ გაცნობილა, ჩვენ არაფერს არ ვამატებთ გარდა იმ ცვლილებისა, რაც კანონის მოთხოვნებიდან არის გამომდინარე. მე შემიძლია მოკლედ თქვა, მაგალითად თემატური მოხსნებლების საკითხი მოიხსნა. ადრე 3 დღე იყო კომიტეტის დანიშვნის, ახლა 2 დღეზე გადადის და ასეთი საკითხები. ანუ მოუყავს შესაბამისობაში რეგლამენტთან და მოდი დავამტკიცოთ კომიტეტის დებულება თქვენის ნებართვით. მადლობთ და ბოლო იგივე არის
აუდიტის ჯგუფთან დაკავშირებით. ისიც მოყვავს შესაბამისობაში უკვე ჩვენს მიერ მიღებულ კანონმდებლობასთან და გთხოვთ აუდიტის ჯგუფის დებულებაც დავამტკიცოთ. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და თხოვნა მაქვს, რომ შესვენებისთანავე ამოვიდეთ, რომ რაღაც კი იგივე დარბაზში აქვს. დიდი მადლობა.